გამარჯობა ძმებო და დებო. ჩვენ დავბრუნდით ისე არა ესე კი არა. დიდი დაბრუნება, ბიჭო, დიდი. Big Bang-ი. დიდი დაბრუნება. Big Bang-ი დავბრუნდით. პირველი ჩვენი დაბრუნება გორიდან არ დაიწყო, გორიდან ვერ დავიწყეთ, იმიტომ რომ გორში ვერ ჩავედით. და ჩვენი დაბრუნება არის ამჯერად სადა ვართ? წერეთელზე ვართ. ექსპო ჯორჯიაში ვისკის ფესტივალზე. ხო, ვისკი ფესტივალზე. ვერსისები დაბრუნდით, ბიჭო. შევიზილოთ ყველაფერი შევიზილოთ, რაც შესაძლებელია. ბიჭო, ისა ვისკის ვაიბი არა. ვისკის ვაიბი არ არის. აი იქ არის გლემორანჟი. გლემორანჟში არის ვისკის ვაიბი. აქ ლუდიანი ბურგერია. ანუ ლუდი და ნიკორა არაშუაში არ ვიცი. ბიჭო, წამო შევიდეთ, ვაფშე დავათვალიერო დრეები არის. იქნებ რეებია. ბენედიქტინერი, ვა, აგე. ეს ჩვენთან მაგის სპონსორია და ჩვენი სპონსორიც რო გახდეს, ურიგო არ იქნებოდა ჩვენთვის. კი. თან ჩვენ იმაზე მეტად გვევასება ლუდი, ვიდრე მაფიის კამადას, ანუ ჩვენ უფრო მეტად გვევასება ლუდი. ნახე, რამდენი ბრენდია. Indian motorcycle რაშუაში არის, მაგრამ ალბათ ბაიკერებს ვისკი ევასებათ. ჯინის კორნერიო, უნიკორნ მარკეტიო. წამო. ალკოჰოლ. აუ იცი რა, ეს სხვა შორის ამდენი ხანია ვიძახი. არა ვქნა. შე როგორ? ვისკი გევასება? ხო. კარგი. ბიჭო, ქართული ბრენდი რო არის. აგე ძმაო, შეხედე. სკოტიში. ალატრიანე. აგე, ძმაო. ჩემი გაკურებული სახე უნდა იმას ხარ. და შოტლანდიელები ძმაო. არ ყოფილა ბიჭო შოტლანდიელი აქაურია. აქაურები არიან, მაგრამ შოტლანდიელებს ყანან. იცი რას ვიტყვი? აი. ორელ კაც, აბა არ უნდა იცოს, კი. არ უხდება, რო. ორელებს კაბა არ უხდება. მე მგონია რომ ვაფშე კაცებს კაბა უხდება, ერთ-ერთი შოტლანდია არის გამონაკლისი, ვისაც შეიძლება ეცვას ისე რომ თავიანთი კულტურის ნაწილია და თუ თავიანთი კულტურის ნაწილია. იმაზე მეტი ნაცნობის შეფუძა აქვს, ვიდრე ვაფშე ვიცნობ ხოლმე ადამიანებს. ესე იგი, ქართული ხალხი ლოლთობის ვისკის და ლუდის მოყვარულია და შესაბამისად უფრო მეტი ხალხი არის. აბა რამდენი ნაცნობს ნახავთ ეს? აი გადასვამებული. ბიჭო, სათვალე უნდა დავიწიო. ან მაჩიკო. ხო, მართლა, ხოდა. ქართულ ვისკის ბრენდზე ჯიმშერი რო არის, მაგის ნახვა მინდა, გასინჯვა. აგე ჯიმშერი. ძალიან დიდი ხანია. სადა? всё, ეგა, წამო. მე მაქვს ესეთი იდეა, გავყვეთ დავათვალიეროთ ბოლომით ის რა ხდება, მე შემოbrunდეთ და დავაგემოვნოთ ისკიები. თუ უხასოა. თუ არა, უეჭო, კი. ხო, ანუ თუ უხასიანია. მე ეს მაინტერესებს, ანუ ნახე ვისკის დიდი ის ოსტატი და რამე არ ვარ, მაგრამ ჯონ მოკერი არის, დიულამერ დიუ არის, მანკი შოლდერი, მანკი შოლდერი მევასება, კარგია. აი ეს არის მაგალითად Woodford Reserve არის. არც მე არ ვიცი. ესეც არის რა, ირლანდიურზე. მწვანეფერი რაც არის ირლანდიურია. ვისკის ფესტივალზე მთლიანად თავისი ვისკის სახლით არის გამოსული. ვასილ, ნახე რა მაგარი რაღაცა. მე მითხეს ძალიან კაი რაღაცა. ზარვა. მე მითხეს ესე რაღაცა დალევა თუ გევასება, სწორადიოს მოხვიდა. მეთქი მაგიკი. მე ვეთანხმები ადუროს თუ დალევა გევასებათ, აკონდა მოსული. აი კიდეც არის, ნახე, კიდევ გადის. ეს ვისკი ჰაუსია. ბიჭო, ძალიან ბევრი უცხო ბრენდია ჩემთვის. მე ხო გითხარი, ლუდის ექსპერტი შეიძლება ვიყო, მაგრამ ვისკში ვერ ვარ ის. ვისკის ექსპერტი არც მე არა ვარ, მე უბრალოდ დალევა მევასება. ესეც. ვასილ, მე მგონი მოკლე ხელი გაქვს. კი. ეცა, აბა.
მოკლე ხელი. წინაზე ხო თქვი მე ძმა მოკლე ხელი. კაი, ეხლა მეორე როა გავატარებთ. წამო აქეთ გავიდეთ და მე მოვუყვეთ ისე. დავა, ეხლა მე გადავიდე. ავითვისოთ აქაურობა რა. მომყევი ძმა, მომყევი. ესე იგი, აქეთ კარგი რაღაცები ხდება, შეხედე შენ. Not bad. Brown bari, თავიანთი ბარებით არიან წარმოდგენილი და აღნიშნული. ვიღაცა დინამიკებს შევაპარაკოს მიკროფონი. ეს მადლობა არ აქვს ხენია და ესეც მაგდანას ავთ, ესეც ქართული ბრენდი იქნება რაღაც. ბოთლზე ყოლა. ეს ჩვენი ბრენდია, ხო, ქართულია? კი. რა საწარმოებთ? ჭაჭა? ჭაჭას და ჯინს. ჭაჭა და ჯინი. ვა, საინტერესოა. ჯინი არის ორი სხვადასხვა. ეს არის მაგდანის ბრენდი, რომელიც ასევე გოლდსმიტის პორტფელში შედის. არის უშუალოდ გოლდსმიტის ჯინი. მაგარია, შეფუთვაც კაია, ბოთლების კაია. წამო, ნახოთ კიდე რამე ქართული თუ არა. წამო. აგე ძმა საჭრელებიც გაიჩნდა. და ვიღაცა ოქროს კაცი გაიჩნდა. ბიჭო, აპეროლი შემოიპარა ვისკებში. აგე ავიცი რა დაიგო, რა. ტეკილაც შემოიპარა. ხო, ანუ ჯინი ვისკი არა, ჯინია, მამეთ რა. ჯინია. და ოქრო კაცი. ეს ეხლა მე გეტყვით რა ხდება რა ეს ტიპი აი პროდუქტს ეს ოქროს კაცი თავიდან მე და ეს მუშაობდით ხოლმე ხელოსნები ვიყავით და ხელოსნები დედა მოეწონა რა ანუ განგრენა დაემართა და განგრენა რო დაემართა სამსახური ხო ჭირდებოდა შურულები ყავს ცოლი ყავს და სამსახური ხო ჭირდებოდა და აი განგრენა მოქო რა ვაკეთო და აი ესე მე ღონისძიებებზე მუშაობს რა ეს დადგებოდა გაქვეული რა ვქნა ძმაო მე კი არ მომიგონებია ეგ ისტორია არის ფაქტი აქ რა ხდება ეს რა არის რა ხდება აქ რა სკიდულობ არ ვიცი პასი არა მიდი იკითხე ხალხი იხდეს ფულს და ხალხი თუ ფულს იხდეს მე არ მაინტერესებს მე იგეთ სადაც ხალხი ფულს არ იხდეს არა მე სადაც უფასოა არ მინდა ბიჭო რაღაცა პასია და რა ხდება წამო გავიგოთ რა ხდება თუ ვერ გავიგეთ რა ხდება არ გვესადინება რა ხდება გამარჯობა რას ვყიდულობთ აქ ანუ რისი ყიდვა შეგვიძლია ხო მაგრამ რაში გამოვიყენებთ ანუ რო დაბაგემოვნო მაგას ისე აჰა გასაგებია მადლობა ძალიან დიდი ესე იგი გავარკვიე უფასო არაფერი არ არის თორმე არც აქ ანუ ჩვენ ქვეყანაში ხალხო ნახეთ დედანატირები ფესტივალი როცა ტარდება ფესტივალი უნდა იყოს უფასო ანუ მე რომ მოვდივარ შეიძლება ნახე შეიძლება ერთჯერადი გადასახდელი იყოს რომ მე ამ ფესტივალზე შევიდე კარგი მაგრამ ის რომ მე დავაგემოვნო სასმელი და გავსინჯო და ასე შემდეგ ეგ უფასო უნდა იყოს ხვდები ხასიანად წავალ ბარში და იქ დავლევ ანუ რა მარაზმია რა და სხვათა შორის მარტო ესე არა ლუდის ყველა ფესტივალზე თითქმის ეგრე არის საქართველოში რომ ყველაფრით ფული უნდა კეთო აქ ზოგადად ფესტივალი როცა არის იმაზე არის ორიენტირებული რომ ბრენდები გაიცნოს ხალხმა რომ მე წავიდეს და ფული დახარჯოს რა და აქ რომ მე მოვდივარ და გასაცნობად უკვე ფულს რომ ხო მაგარალე ხარ რა აი უცებ მომეშალა ნერვები ანუ ცოტა ცვალებადი ხასიათი მაქვს რა შეათხოვდით მაგრამ მომეშალა ნერვები მათე და აი ძმაო იმ დღეს აცი ოფროუდზე უნდა გატაროს ძმაო დავლიეთ აი მწადები ჭამეთ უფასოდ ხო შეგვერგო აი ხალხია აი ესეთი არ არის ხო ანუ რა გამოდის ახლა ჩვენ რომ აქ ყველა ის ვისკი დავლიოთ და გავსინჯოთ business რა ღირდა პასები არ მიკითხავს აღარ დავინტერესდა ანუ ფასიანი რო უკეთეს და ანუ დეგუსტაცია ყველგან და კოინებით იმაშვები რა ანუ ეგ აქვთ ვალუტა ამ კოინებს ყიდულობ და ალბათ თითო კოინი თითო დეგუსტაცია არის ვისკის აჰა გამარჯობა დაგემოვნება მაინტერესებს ფასიანია თუ უფასოა ანუ ეხლა რა ხდება მე უნდა შევიდე შემოსასვლელში თითო ჟეტონი არის თითო აჰა ანუ ყველა სასმელს თავისი ღირებულების ჟეტონი ჭირდება
კარგი მადლობა. ავერკვიე ძმაო. ანუ დაჟე მე რომ მეგონა და წარმოვიდგინე რომ თითო ჟეტონად თითო ადგილზე ვისკის დააგემონებდი, აი, ჩემი ყლე, ვერაფერს ვერ დააგემონებ. ანუ შეიძლება 5 ჟეტონი იქ ღირდეს 20 ლარი და ერთი ვისკის დაგემოვნება 20 ლარი. ეხლა წავიდეთ ჟეტონი გავარკვიოთ რაჯის წამ. კიდევ ერთხელ გამარჯობა. მე მაინტერესებს ჟეტონების ფასები. ანუ 1 ცალი ჟეტონი. კარგი, თუ 2 ლარი ღირს 1 ჟეტონი, მე მინდა 10 ჟეტონი მინდა. 10 ჟეტონი. ყველაფერი ისიც. ფული არ გადამიხდია, წავედი, მე და ფული არ გადამიხდია. ეს არ გამოგიჩა. ბატონო, შემო. არა, ეს მე არ ვიღებ, ანუ მე არ ვიღებ. აი 10 ცენტი. პასოლ ნახო. ესე იგი, მე ესეთი რაღაცა დავამოღამე რა. ეხლა უყურე, აქ არის 10 ჟეტონი, 10 ჟეტონში გადავიხადე 20 ლარი. თუ გინდა რომ დააგემოვნო ვისკი საშუალო ხარისხის, გჭირდება დაახლოებით 2-დან 4 ჟეტონამდე რა. 2 ან 3 ჟეტონი, მაგრამ თუ გინდა რომ ვისკი დააგემოვნო, აი 12 წლიანი დაძოლებით, აი მაგალითად შივასი რომ დააგემოვნო 5 ცალი ჟეტონი გინდა. ანუ 5 ცალი ჟეტონი არის 10 ლარი. რა ამბავია, ბლე. თან ფესტივალზე. თან ფესტივალზე, ანუ very აი, ნახე. very ხედე. ეხა ხო გაგიჩნდა შენ უსამართლობის გზნობა, კი. ერთი, მაგრამ მუღამის ხო გაგიჩნდა რომ გააკეთო ისეთი რამე, რასაც საკმაოდ კარგად გააპიარებ, ხალხი მოვა, ამას შეაფასებს, დაგიფასებს. კი. და მე ამაყად გამოხვალ კიდევ ერთხელ დედის ტაქს დააფარებ. აი ესეთ დაფარებები მივასება ზოგადად ჩემი სტილია, კი. ხო. კარგი. ჩვენ წავიდეთ ახლა და დავაგემოვნოთ რაღაცეები. გამარჯობა. თქვენთან როგორ ხდება დაგემოვნება? 1 ჟეტონი და 1 ის. კარგი. 2 მინდა მაშინ 2 ჟეტონს მოგცემ და 2 ცალს 2 ცალი გამესხი. 2 სხვადასხვა ჭიქაში. ვასილ. შავზე გადო. კარგი. მოდი თუ გინდა მე დავიჭერ. კარგი. შენ გძელი ხელი. მოკლედ მე მინდა რადგან პირველ ჭიქას ვსვავთ და რადგან კარგი რაღაცები უნდა ვილაპარაკოთ, აი ამ ჭიქით მე და არტურას გავიმარჯოს და იმ არხს გავუმარჯოს, რომელსაც ავაშენებთ. და რა თქმა უნდა, ამის არხის აშენებაში მარტო ჩვენ არ მოვიაზრებით, ხომ, ამ არხის აშენებაში თქვენც მოიაზრებით, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩვენი გამომწერები, თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც გვიყურებს და გვაფასებს და აქედან გამომდინარე თქვენც გადიმარჯვეთ. და რაც მთავარია, იმას ვიღებთ, რაც არის. იმას ვაპარაკობთ, რაც არის. არაფერი აქ შეფუთული და გადახდილი და რაღაცები, მაგალეზე კიდია რა, აი რაც არის. გაგვიმარჯოს. აბა, ნახოთ. Not bad. რა არის ეს? არის first food is smooth gold. ზეთია, smooth დასალევია რა, ანუ სახელიც ეგეთია. და ბოთლის ღირებულება 85 ლარი ლიტრიანი. ეს რა დაძველებით არის? დაძველება არ აქვს გასაზრდელი, სხვადასხვა დაძველების ვერგები შედის მინიმუმ 3 ოკეი, გასაგებია. всё, მადლობა. მე შეფასებით 10-დან დავუწერდი 5-ს მე ამ. მეც დაახლოებით ეგრე. 10-დან 5-ს დავუწერდი. 5-6-მდე მაქსიმუმ, მეტი არის. ჩვენ სულად ბანერებზე ჩანს გამარჯობა. კომპანიის ლოგოები. ყველაზე კარგი სახეობის რომელია? კომპანია Unicorns. ყველაზე კარგი. ანუ მე ვხედავ რომ ხა სხვადასხვა ჩამოსხმაა და ყველაზე საფაზისო ხაზიაზე ვყავს. შედარებით გამალ საფაზისოში იქ არის უფრო ასე ვთქვათ ვორბის ბლენდი არის რა შეჩეული სპეციალური ბლენდი არის
ოღონდ უფრო კონცენტრირებული, უფრო მაღალი ალკოჰოლი. აჰა. ეს არის სტანდარტული 40%-იანი ალკოჰოლი, წინარდის კასრი, საფერავის კასრი და ბრენდის კასრი. ანუ ის უფრო ძლიერია ესე. ეს ალბათ იქნება 12-დან ზევით, ხო? კომპანიის წარმომადგენლის არცერთმა ეს არის 12-წლიანი და ეს არის სიმბოლიზი სამწელნახევრის ეს ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან ლიმიტირებული. ბოთლის ღირებულება რა არის? არ არის საერთოდ. ესენი იყიდება სულ. ეს ფაქტია? მექსიკური ჩვენ შეგვიძლია რომელიმე დავლიოთ რა. ეხლა ნახე ის რომელიც არ იყიდება, რო დავლიოთ აზრი არა აქვს. იმიტომ რომ მოგვეწონოს მე მაინც ვერ ვიყიდით. თან 7 კოინი არის. 7 კოინი არის 14 ლარი. ხო და 14 ლარი და მე რაღაცა გავსინჯო 20 მილიგრამი და მომეწონოს და მე ვერ ვიყიდო. არა. ალაზე მიდია რა. მე მგონია რომ ამის დაგემოვნებას ჯობია რომ სხვაგან გადავინაცვლო. ძალიან უცნაური ხალხი არის ამ გაუმფრენაზე. ჩვენც უცნაურობთ, მაგრამ ჩვენ უცნაური ხალხი ხარ. ანუ უცნაურობა ზოგადად ადამიანებს ინდივიდუალიზმს აძლევს და გამოარჩევს რა. აქ ხარ იქ. სალამი. სალამი. არტბეგ. ეს ილანდიურია? ილანდიურია. ანუ მწვანე ფერმა გაამართლა და ილანდიურია. ეს არის ხუთიანი რა. აჰა. აიცა? ეს თუ სკებია. კოინების ამბავი როგორ არის? 4 და ოკეი. ჩემს შემადგენლობაში ლიმიტირებულად რა შეიძლება? ჩემს შემადგენლობაში ახლა დარჩენილია 8 კოინი და შეგვიძლია გავსინჯოთ ერთი ავიღოთ 3-იანი აქედან 2 ცალი უბრალოდ და მე თითო კოინიანი კიდევ სადმე რა გავსინჯოთ. ასულა. 2 გვინდა, ოღონდ რომელს გვირჩევ რომ გავსინჯოთ. ხო. კაი, მოდი, ეს იყოს 2 ცალი. ხო. დღევანდელი 50 თეთრიანის აუ, ამას ისუნია. რაღაცა განსხვავებული სუნი აქვს ამას. მაგრამ მე მაინც ნაწყენი ვარ და გულდაწყენი ვარ ახალობაზე. ასე რომ აქედან უნდა წავიდეთ მე და შენ. სადმე აი ადგილას კარგად წამოთ და დავლიოთ ის რაც ჩვენ გვიყვარს. ხო და ჩვენს მიზნებს გავუმარჯოს. ჩვენს მიზნებს გავუმარჯოს ხალხი. აბა ანუ თან მოდიში მოკლედ ვისკის მოყვარული ხართ და ბარებში ან სადმე დადიხართ და ვისკის უყვეთავთ, იცით ხოლმე რომ მინიმალური ეს რა ქვია ვისკის ჩამოსხმა არის 50 მილიგრამი. ეს არ არის 50 მილიგრამი. ეს 15 მილიგრამია მაქსიმუმ. არის. შოთიც არ არის რა. ვაფშე რო ვთქვათ. და ეხლა ნახეთ რა ხდება. ნახე და ძალიან მარტივად ახსნი რამხელა ფუბლიკეს ხდება, თუნდაც კოინებით, ანუ კოინებს რო ყიდულობენ, ანუ ესენი კოინებს აგროვებენ და ამ კოინებს რომ მიიტანენ, იქ ესენი ფულში გადაცვლიან და ნახეთ რა მოხდება. თითო დაუშვათ ასეთი ვისკის ღირებულება, ცოტა ისეთ პრემიუმ მასში რა ქვია, ბარში არის დაახლოებით 20-დან 25 ლარამდე. 50 მილიგრამი. აქ არის დაახლოებით 15-დან 20 მილიგრამამდეა. და ჩვენ ეს დაგვიჯდა 10 ლარი თითო. ანუ აზე ღარ რამხელა მაყოთი იღუნება? ის ბევრად ჯობდა. ჯობდა after taste-იც. ერთი ძალი კოინი რო გადავიხადე, ანუ kind of weird რა. აუ 10-დან ერთსაც არ მივცემ. ანუ აი სპირტი როა და ან კარჩა არაყი რო არ არის, მაგის გამო 2-ს დაუწერდი 10-დან რა. შეიძლება მე ვარ გოიმი და არტურო არის გოიმი და ვისკიში ვერ ვერკვევით, მაგრამ ჩვენი გემოვნებით ესე დაჯდა რომ მაგარ დავლიეთ ახლა. ბევრი ვისკი მაქვს დალეული ზო. კიდე გითხები და ამაზე ბანძ ვისკი არ დაბილები. ანუ ძალიან ცუდი გემო აქვს. ვასილ ეს საჩემოა. ანუ ნახე მე საოჯახო. ეხლა მყურეთ მე საოჯახო. რას ვიზავდი რა ხალხო ფეიქ ტაქსი ხო იცით რაც ოპა. ნახე რამხელა მინივენი არის უკან ესე თლიანად გამოვათავისუფლებდი და ამით მოკადავღებავდი თეთრად და მოვა შევაგდებით ტაქსი ტრაფარეს მოვადებდი თავზე და ვიტაქსავდი. ოღონდ ეს იქნებოდა ძალიან fashion ტაქსი რა აი ეს პროსტა ეს ტაქსი არ იქნებოდა რომ მიგიყვანოს ერთ ადგილზე და წამოგიყვანოს. ხო არ ეს 009. ეხლა
დაგაზე. საჭე ისეთია რა, სასიამოვნოა, რო ვთქვათ. Not bad. ანუ ნახეთ ან ყველაფერი გვაქვს. ეხლა შემიძლია ბიჭო, არა, ის არის. პრემიუმია რა. ნუ ხარისხისა. კარგი ხარისხის არის, ანუ. Yamaha-ს მანქანა ასკარად დაკოქილია, შეგვიძლია რომ. შეგვიძლია წავიდეთ აქ კიდევ. მოიცა ერთ წამი რაღაცას უგრძნობ ზურგში და. მასაჟია ჩართული? Oh, yeah. What the fuck? Vasil, I'm small. Like, how can I? Oh, here. ანუ მე რომ მანქანაზე დავჯდები. მე უნდა დავჯდე ესე. არა, რა ხელას ისე. აი, ნახე. So, აი, ესე უკვე ხედავ ყველაფერს. და შემიძლია წავიყვანო მანქანა. You have only the Rome? I have only the rum here. Oh, is it? You want to try? From which country is it? So, Dominican Republic. Dominican Republic? Oh my Jamaica god. and Panama. Wow. Wow, nice. მე რომი Agida. I'll try. Cristobal Nina, Nina. 8 and 12 years. Easy, smooth, mellow flavors, vanilla, caramel. Oh my god. So we have a bottle kit. Ese one time. Cheers, good luck. Cheers. Good luck in everything. Thank you. In your startups. Really, it has a sweet taste also. Nice. Oh, ძალიან კაია, უნდა აღსინჯო. So, You like chocolate? yeah, sure. Everybody likes chocolate. You have exclusive or in your work in აი some მაგას boutiques? მეც გავსინჯავ. I own the brands. These are mine. No, I mean here in Georgia. It's my first time here. Oh, really? ანუ პირველად არის საქართველოში We და are here to find some partners to work with. Oh my god. Wish you good luck. Really? In your startups. Thank you. Wow. Panama rum, I don't know. 54%, so high alcohol. But this is aged in barrels with cacao. Barrels of what? So wooden barrels, Uh-huh. oak wood, but inside the barrel we add a small amount from cacao beans. ანუ So when you try it, you have a good chocolate. ანუ კაკაოს კასებში არის კაკაოს მაშვები ჩაქმნილი რა და Can I have one too? Of course. და ანუ ჩათვალე ნატურალური შოკოლადის გემოსაც იგრძნობს რა. თან ეს your name, sorry? Thank you. Joshua. ჯოშუა. აი ჯოშუა პირველად არის საქართველოში და თან იმედია ეს მოიდგავს და შემოა ქართულ ბაზარზე მისი რომი. წარმატებები, გაგიმარჯოს. მაგარი სუნია. ძალიან მაგარი სუნია. მე მაგრამ მომეწონა. მაგარი. It's great, man. Thank you. Great. Something unique. Yeah. Run for me. I'll make the photo also. არის ძალიან მაგარი რომი იყო, აი, მართლა. უგემრიელესი იყო დასალევად რა. Oh, this was aged 12 თან years. შოკოლადის, თან რაღაცა ყავის, რაღაც 12 წლის დაძველების ის იყო ეს ბოლო რაც დავლია. აჰა, მეთქობა გუჩზე. That was good, Wish you man. good luck. Thanks a lot. Baltic X. ძალიან მაგარი იყო. კარგი. ჩვენ რო ძალიან არ დავუშვით ეს ჩვენი ვაკაცი არა, ჩვენი ახლობელი არა, მაგრამ ძალიან კაი ტიპია. ანუ ნახეთ, ამ ადამიანს ესმის რომ მაგრაყლეზე გიდია რა. გოლის გადახდები და მოინე მოიცდე რაღაცეები რა. ანუ ამ ტიპს დავარესპექტებთ ჩვენ ძალიან. კი. აი, თუ გინდა დაჟე ახლო კადრი აი Baltic XL. მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ არის აი ეს ძალიან მაგარი. So we are making ანუ ნახეთ, უგემრიელესი იყო მართლა. აი ესეთი გემრიელი რომი მე არ დამილებია მართლა საქართველოში. YouTube channel. მენდით გამოცდილებაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რომი მაქვს ძალეული და ეს იყო ყველაზე კარგი. კარგი, ეხლა ჩვენ შეგვიძლია გადავინაცვლოთ გარე სივრცეში. აი დედა მოვა, აი რა მაგარი, აი რა კაია. მოკლედ, საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ, მოდი პირველი სიტყვა შენ იყოს, მეორე სიტყვა ჩემი იქნება.
მე ისევ და ისევ გამოფენა მომეწონა notepad просто ძალიან ცუდად არის ორგანიზებული მხრივ რომ არ არის რაღაც ელემენტარული პასი რომ ვიყიდო რაღაც გადაიხადო 50 ლარი რაც მაგალითად მე ვფიქრობ რომ დონ პასი იქნებოდა და სადაც გინდა მიხვიდოდი ნებისმიერ ჯიხურთან და გასინჯავდი რაღაცა სამ ჭიქას მაგალითად და სხვადასხვა ვისკს რა ეგ იქნებოდა ძალიან კაი რა რაღაცა საჭმელი ან სნექი ან რაღაცა შევიდოდა მაგრამ არ არის ეს ძალიან დიდი მინუსია რა და პლუს ელემენტარული კომფორტი არ არის მომხმარებლებისთვის რა ეხლა ჩვენ ეს პუფები აი ძლივს ვიპოვეთ აი ამ ხელა იმ რა გამოფენაზე რა არც მაგიდებია თავისუფალი არც არის მაგიდები ბევრი რა რომ ხალხი დაასწრეს და რამე რა მოკლედ მე ამ გამოფენას შევაფასებდი 10-დან ალბათ 4-ს ხო 4-5 რა მაქსიმუმ რა მეც დაახლოებით იგივე აზრზე ვარ მეც მგონია რომ ზოგადად ფესტივალები რო იმართება წეგანაც თქვი ვიდეოში და ეხლაც ვიტყვი რომ ორიენტირებული უნდა იყოს ბრენდების ანუ ბრენდები კი არ უნდა ფიქრობდნენ ფულის გაკეთებაზე ბრენდები უნდა ფიქრობდნენ იმაზე რომ გააცნონ თავისი თავი კარგად გააცნონ რა და შენ როცა შედიხარ ფესტივალზე და დაახლოებით იგივე თანხის გადახდა გიწევს რასაც ჩვეულებრივად ადამიანი როცა ბარში მიდის და სასმელს უკვეთავს დაახლოებით იგივე თანხის გადახდა გიწევს ცოტა მაგრად ეხავს რა ალბათ მე მგონია და იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან დაიხვეწება ძალიან კარგი ვარიანტი იქნებოდა ეს რომ დაუშვათ თუ უფასოებას თავსთავანებებს და მე მინდა ეხლა მალე ხო არ მეც მალე მინდა მაგრამ უფასოებას თავსთავანებებს და მაინც ნუ რაღაცა თანხის გადახრა იქნება საჭირო ყველაზე კარგი ვარიანტი რაც არტურომ თქვა ეგ არის რომ რაღაცა პასი იყოს ვითაც შეხვალ და ამ პასის გადახდის შემდეგ მე რაღაცებს დააგიმოვნებ და არა ისე რომ წარმომადგენლები რა ქვია ბრენდების იტოვებდნენ ჟეტონებს და ამ ჟეტონების შემდეგ მე აგროვებდნენ და რამდენი გაყიდეს და ანუ ეგ ძალიან მარაზმია რა ნუ ჩვენი შეფასებები სასმელებთან დაკავშირებით უკვე ნახეთ როგორ მოგვეწონა როგორი კარგი იყო როგორი ცუდი იყო და ასე შემდეგ რა თქმა უნდა აქ მყოფი ყველა სასმლის დაგემოვნებას ჩვენ ვერ შევძლებთ იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნებოდა დაახლოებით არ ვიცი რამდენი 200 ლარის ისინი მოგვეყიდა მაშინ კოინები რომ ჩამოგვიარა და ყველა სასმელი დაგემოვნებინა ხო ეს არის მინიმუმი რასაც ვიძახი რა და აქვე ხო არ დავარესპექტოთ მე ოთარას დავარესპექტებ ჩემ მეგობარს ოთარა და ჯოშუა იყო ძალიან კაი ტიპი რომელმაც დაპატიჟეს ესე ვთქვათ იმიტომ რომ დაპატიჟება როცა თანხას არ გახდებინებენ თავიანთ სასმელზე ეს ჯოშუა იყო საიდან დომენიკის რესპუბლიკიდან იყო ანუ ძალიან მაგარი წარმოიდგინე ყველაფერი გაგოსინჯა ვაფშე ანუ რაც კარგი ქონდა ყველაფერი დაგვალებინა გაგოსინჯა და სხვადასხვა ძალიან მაგარი იყო ანუ ძალიან გამისწორდა ძალიან სასიამოვნო 12 წლიანი რომი ყავის მარცვლე ყავის არა კაკაოს მარცვლე ხო ანუ აი შოკოლადო მოყავოს გემო ქონდა და სხვადასხვა მაგ სასმლით სიამოვნებით გამოვთვრებოდი მეც შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი დალაიქოთ ეს ვიდეო და დაელოთ მომდევნო ვიდეოებს იმიტომ რომ ჩვენ დავბრუნდით და დავბრუნდებით და ძალიან მაგრად დავბრუნდებით და ბიჭო გორზე ნუწერთ რაღაცებს ანუ გორზე გადავთ მაგრამ გვევასება გორი ალბათ კარგად იყავით მეგობრებო მომავალ შეხვედრამდე